მოგესალმებით. დღეს ვიმყოფებით ქუთაისში. ორგანიზაცია განვითარება და წინსვლა და თავისი პროექტი გავუზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარული გაგაცნობთ პოეტს, ქალბატონ დარეჯან გელაძეს. ქალბატონ დარეჯანთან სტუმრები დაგვდა. ვთხოვეთ ჩვენს მასპინძელს გაეცნო თავისი სტუმრები ჩვენთვის. ქალბატონი ნათელა ფოჩხოა, ჩემი ძვირფასი მეგობარი, ფილოლოგი, უნივერსიტეტის თანამშრომელი, უაღრესად განათლებული ადამიანი, დიდი პოეტი და პროზაიკოსი. მეგობრობაზე არ არის საერთოდ საუბარი. ქალბატონი ნათელა ჩარქსელიანი, ყოფილი ოპერის მომღერალი, რომელიც 45 წელი ემსახურა ჩვენს ქალაქს, ოპერის თეატრს და ნამდვილად სასახელო, ნამდვილად საუკეთესო მეგობარია, საუკეთესო დედა და საუკეთესო ქალბატონი. ქალბატონი ვენერა სვანიძე, რომელიც არის დიდი და საამაყო მეგობარი, არაჩვეულებრივი დედა, ბებო, დიდი ბებო და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩემი მეგობრები ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და მაძლევენ სტიმულს, რომ მე რაც შეიძლება ბევრი ვიმუშაო. რას ნიშნავს თქვენთვის მეგობრობა? და რა დამოკიდებულება გაქვთ მეგობრების მიმართ? მეგობარი ჩემთვის ყველაფერია. მე ბედნიერი ვარ ძალიან, რომ უამრავი მეგობარი მყავს და განსაკუთრებით რაც აქ ცხოვრობ ხოლმე. არც სკოლაში მაკლდა, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან უამრავ პოეტთან, პროზაიკოსთან, ხელოვან, სხვადასხვა ხელოვნების ადამიანებთან მაქვს საქმე და მეგობრობ მათთან. დიდი სიყვარულით ვხვდებით ერთმანეთს, ვაფასებთ ერთმანეთს და ასე გაგრძელდება წლების მანძილზე. იმედი მაქვს. ესე იგი, დიდ დროს ატარებთ ერთად? კი, ჩვენ გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა ადგილზე. რამე თუ გაერთიანებული ვართ სხვადასხვა ორგანიზაციებში, სხვადასხვა საზოგადოებაში. პოეტის სახლი მარგი, პოეტის ხელოვნების სახლი ლუის პარნასი და რა ვიცი, უამრავ ორგანიზაციებში ვართ გაერთიანებული. მაგრამ მაქვს ჩემი მოწმობები და დიპლომი. ღირსების დარბაზი, ბაღის კიდე, საზოგადოება ქუთაისელი, საზოგადოება ქუთაისელი, ძველი ქუთაისელები, საზოგადოება ტყეშაველი და ბოლოს ახლახან გავხდი ჯუმბერ ლეჟავას სახელობის აკადემიის წევრი. მადლობთ, რომლის პრეზიდენტი გახლავთ ქალბატონი გულნაზ ხარაიშვილი და ძალიან გახარებული ვარ ისეთ ხალხში ვართ და ისეთ ხალხთან მეგობრობთ. მე და ქალბატონი ნათელა ვართ ამჟამად მათი წევრი და კმაყოფილი ვარ ძალიან. კიდევ უამრავი მეგობარი შევიძინე. ბედნიერება. ქალბატონო ნათელა, როგორი მეგობარი არის ქალბატონი დარეჯანი და როგორ დაგვიხასიათებთ ზოგადად? მეგობრები ბევრი კარგია საერთოდ, მაგრამ გამორჩეულად ხო არის ხანდახან, რომ გამოვარჩევ მეგობრობაში. ეს როგორც მეგობარი არის არაჩვეულებრივი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის მდიდარი და არის ჩვეულებრივი საშუალო ოჯახის წარმომადგენელი, არის ქველმოქმედი, ესე იგი თავისი დანაზოგი და საინტერესო სულებს აკეთებს და ამით აყვარებს საზოგადოებას, უხარია მოხდენ ადამიანებს ურთიერთობა, არ არსებობს ღონისძიება, მაგან არ გააკეთოს სულ რიზი და არ გაუკეთოს უცხოდ მოწვეულ ადამიანებს ღონისძიებაზე, რომ რაღაც საჩუქარი არ გააკეთოს. ეს იოლი გონია ზოგიერთს, მაგრამ იოლი არა დღეს. ეს გადარჩენაზეა, ცხოვრების გადარჩენაზეა საქმე და თავისი დანაზოგის ძირითად ჰონორას ეს აკეთებს ქველმოქმედებაში და მე ამისთვის დიდ მოდობას ვუხდი მაგას. არის არაჩვეულებრივი გულის ადამიანი, კარგი დედა, კარგი ბებია, კარგი მეგობარი და ურთიერთობაში არაჩვეულებრივი ადამიანი. ეს მახარებს ზუსტად, რომ ასაკში რო ადამიანი გაეცნობს ადამიანს და თანაც ასეთ კარგ ადამიანთან გექნება ურთიერთობა, ნამდვილად მისაბაძია და დღეს ვხედავთ აქ, რომ გამორჩეულად არაჩვეულებრივი ქალბატონები არიან, მეგობრობის ეტალონები, ასე
გამაყო მათთან ურთიერთობით. დიდი მადლობა. ქალბატონო ვენერა, თქვენ ბრძანდებით კომპოზიტორი. და ამღერებული გაქვთ ქალბატონი დარეჯანის ლექსი. ორი. რა კრიტერიუმით არჩევთ ლექს ასამღერებლად და რატომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ქალბატონი დარეჯანის ლექსი აგემღერებიათ? კრიტერიუმის რა მოგახსენოთ თუ ლექსი გულთან მოვა რაღაცნაირად მე ვარა მაგ დამთავრებული ახლა სპეციალური სასწავლებლები. ეს მეგონია არც თუ ისე ცუდად გამოდის, რადგან კარგი ისინი მომდის მესიჯები რომ აი მოწმოთ ადამიანებს, ხო, ის სტიმულს მაძლევს იმაში, რომ მეტი და მეტი შევქმნა და გავაკეთოს. დიდო დაძაჰო ცადაწვილა გუმბათი შენი დიდომების დროს დაანგრეულო დაქვადქცეულო რამდენი შვილი შეიფარე შენს გაშლილ მხრებ ქვეშ ომი არასდროს წაგიგია არ გაცემულო რამდენი შვილი შეიფარე შენს გაშლილ მხრებ ქვეშ ომი არასდროს წაგიგია არ გაცემულო არა გვაქვს ჩვენ დიდი ხნის ნაცნობობა, მაგრამ ისეთნაირად სულიერად, ისეთნაირად ვართ განწყობილი ერთმანეთისადმი, რომ არ მოვიკითხოთ ერთმანეთი, რომ არ ვკითხოთ რაღაცა ოჯახური და საზოგადოებრივი საქმეებში, ერთად ვართ შერწყმულები, 5 საზოგადოების წევრი ვარ მე თვითონ და არანაკლები არის ქალბატონი დარეჯანიც. და მინდა რომ აი ესეთი შემართებით, რასაც თვითონ წარმოადგენს ეს ადამიანი თავისი ოჯახისთვის მარტო არა, საზოგადოებისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. მე არ შემიძლია ახლა ესეთნაირად მე უფრო მუსიკოსი ვარ, რომ აი გამოვთქვა ის, რაც ჩემს გულში არის ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ ძალიან ბევრს აკეთებს ქალაქისთვის და ღმერთმა მისცეს კიდევ ჯანმრთელობა იმისი, რომ მოიმსახუროს ყველას, მარტო თავის ოჯახს არა, აი სულ ყველას უკეთებს ეს სიურპრიზებს. ეს ადამიანი და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს და კარგად ყოფნა. მეც ვერაფერს ვერ გეტყვით ახლა. დიდი მადლობა. ქალბატონო ნათელი, არის ქალბატონი დარეჯანი თქვენი პოეტის სახლი მარგის წევრი. როგორ გახდა თქვენი წევრი, რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება, რომ დაინტერესებულიყავით მისი შემოქმედებით? დიდი მადლობა შეკითხვისათვის და ასეთი სასაუბრო თემის მოწოდებისათვის. მე დარეჯან გელაძე გავიცანი 2022 წლიდან, ასე შეიძლება ვთქვათ, დიდი ხანი არ მაკავშირებს, თუმცა ისეთი გრძნობა ჩამოყალიბდა ჩვენ შორის, რომ მას დიდი ხანი რომ მოუნდება ადამიანი. და მე ეს გავიცანი ლიტერატურული სალონი არსებობს ასეთი, რომელსაც ირმა გულასფეთიანი ხელმძღვანელობს და აი იქ გავიცანი ახალი მოსული იყო იქაც. ახლა რუსთაველი ამბობს, რომ ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირს არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად. აი დარეჯანს შეუძლია გულის მიცემა ადამიანისთვის. დამჭირდა გულის ოპერაციის გაკეთება და აი ყოველ დღე რო რეკავდა. მე ხო გონებით ეს ყოველ დღე რო უნდა და გაეგო ჩემი მდგომარეობა და რამდენჯერმეც იყო მოსული და სანახავად და ისიც უნდა ვთქვა რომ აი ეკონომიური დახმარებაც გამიწია ასე ვთქვათ. ხო ადამიანი 1000-ნაირია მე ახლა იმიტომ კი რომ ამ ფული გაიღო და ამიტომ არა, მაგრამ სისულელია, მაგრამ აი ეს რომ ესეც შეუძლია ამ ადამიანს, აი წეხან თქვა ქალბატონათელა რომ დღეს ახლა მოსარჩენი ფული ვის აქვს, მაგრამ აი იქიდან მოუჩნელ ფულდა რომ მაინც გაიღებს, ეს არის დიდი სიკეთე, დიდი ადამიანურობა და ამიტომ გვიყვარს ჩვენ დარეჯან გელაძე, იმიტომ რომ მას ფული კი არ აქვს, ბევრი სიყვარული აქვს ბევრი. ამიტომ გვიყვარს. იდეალური შეფასება, სიყვარული აქვს ბევრი. რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული? გიყვარდეს უნდა ადამიანები, რა თქმა უნდა, გულით და ისე, სერილეთ არა. მოსიყვარულოთ ადამიანის სიცოცხლე წარმოუდგენელია.
მე მაგალითად პირადად შემიძლია დავიფიცო, რომ არ არსებობს ადამიანი მე რომ მძულდეს. მე ყველა მეყვარს, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარულია ჩემში, ჩემი მეგობრების მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, პირველ რიგში არ ვარყოფ, ჩემი შვილმომავლის მიმართ. სიყვარული თუ არა გაქვს ადამიანს, ის ცოცხალი არ არის. დიდი გრძნობაა სიყვარული, რომელსაც ყველა უნდა ატარებდეს ნამდვილად გულით და არა სიტყვიერად. უსიყვარულოდ ადამიანის სიცოცხლე წარმოუდგენელია. მე მაგალითად პირადად შემიძლია დავიფიცო, რომ არ არსებობს ადამიანი მე რომ მძულდეს. მე ყველა მეყვარს, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარულია ჩემში, ჩემი მეგობრების მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, პირველ რიგში არ ვარყოფ, ჩემი შვილმომავლის მიმართ. სიყვარული თუ არა გაქვს ადამიანს, ის ცოცხალი არ არის. ძალიან დიდი ტკივილი გამოვხატე, როდესაც მოხდა შოვში ტრაგედია, როდესაც მოხდა ბაღდადში ტრაგედია, გურიაში და ყველაზე დაწერილი მაქვს ლექსები და ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო ის, რომ ბაღდადში დაიღუპა 3 ოჯახი, მოგეხსენებათ და ერთ-ერთი გოგონა, რომელიც სიზმარში ვნახე, მე არც ერთი ისინი არ ვიცი, ნახე სიზმარში ამ გოგონას ტკივილი და საოცარი რამ, რაც ჩემ ლექსში მაქვს მოყვანილი რაღაცეები. შევკრივე ეს ყველაფერი, ავდექი, ღამით 3 საათზე მაქვს დაწერილი ეს ლექსი. ეს არის ცუდი სიზმარი. ბაღდათელი გოგონას იმ ერთ-ერთ თაგანის, რომელიც იქ დაიღუპნენ, 9 დაიღუპნენ და ეს კი თავისი ოჯახით წავიდა საერთოდ ეს ბავშვი. ამ გოგონას როგორც გავიგე შემდეგ ახლობლისგან, დიდი თვალები ქონია, იცით? ბრიალა თვალები და შევთხზე მერე და ავკინძე ასეთი რამ. ცუდი სიზმარი, ბაღდათის ტრაგედია. გოგო თვალი ბრიალა, ნახა ცუდი სიზმარი. ნეტავ კარგად ახდესო, ფიქრობთ ვით გულთმისანი, მაგრამ ადამიანი განწირული თუ არის, რაშვაშია ბედი და რაშვაშია სიზმარი. ვაშლის ხებს ნაყოფი უამრავი ასხია, ზამთარია მიდამოს თეთრი კაბა აცვია, უკვირს გოგონას რა დროს ხილი არისო, მანდარინის ხეების უნაყოფი დაივსო. წაეტანა გოგონა ხისტოც ვაშლი დაკრიფა, მანდარინით ავსო რამდენიმე კალათა, უცებ გაიელვა და ცაზე მეხი გავარდა, შეეშინდა გოგონას კინაღამ ძირს დავარდა. აგერ ხედავს დიდი ზღვა სახს რომ მოახლოვდება, ლურჯი არის კამკამა, აგერ ცხენთა ფარა, ძალა გამოლეული მარტოობას განიცდის, გაიქცა და საბრალო სახს ამოეფარა. აი ეს სიზმარი, ეს სიზმრება თვალბრიალა გოგოს. ზღვა დაიძრა მძრავ ტალღებს სახლისაკენ მოდენის, მიწა ჩამოიშალა და ხმა ისმის გოდების, გოგო სახში შევარდა დაძმას დასვლა ხელით, შიშით ხმა ჩაუვარდა არავინ ჰყავს მხსნელი, შეტრიალდა სახლი დედაბოძით ირის, დახმარებას ითხოვს თანგანწირით ყვირის, უცებ გაიელვა, მაგრად დაიჭექა ირგული ყველაფერი ლავამ გადაფარა, 9 ადამიანის სიცოცხლე წაიღო, სახლმა ჩაეყოლა დიდიც და პატარაც. ღმერთო დიდებულო, დიდობაშენ სახელს, ყოველ წუთში უცქერ ცრემლით ნატანჯ სახეს, აღარ ვიცი რა ვთქვა დამეფლითა გული, იცით, ახლო არის ქვეყნის დასასრული. ეს სიზმარი იყოს, ნეტავ რაც იქ მოხდა, მიწაც ტირის მოთქვამს ვერვინ შველის მომხდარს, უძლურია კაცი მეწყერს გაუმკლავდეს, ვაიმბნელ სიზმარს, ვაიმბნელ ღამეს. სული მტკივა ბავშვთა კვნესა მესმის, თითქოს იმაც სხეულს ვიღაც ტყვიას ესვრის, ბედო უბედობავ სადღაც დაკარგულო, შვილნო დაო ძმაო ცოცხლად დამარხულო, ვერ გიშველეს ვერა, ვით მქროლვარე მერანს, ზურგზე მოეკეცით სწრაფად გაქრით ყველა, საცოდაო დედავ, მხოლოდ ცრემლი დაგრჩა, აღარც ოჯახი გყავს, ნასახლარიც არ ჩანს, იმ ადგილზე სადაც გიცხოვრია წლები, სადაც ალბათ ტანჯვით აღზარდე შვილები, ღმერთმა მოგცეს ძალა, დასიცოცხლე ახლა, ულამაზეს ქმარშვილს სიზმრად მაინც ნახავ. ძალიან ძიმეა. ლექსის მუზა მერცხალივით მოფრინდება, გადმოივლის წინ გაუსწრებს ალიონს, ჩემთან მოვა ლამაზ ბუდეს ააშენებს, საფურცელზე უნდა წყალი დალიოს.
მუზამ ძაფრი შემომიტევს გამაღვიძებს წამოვდგები კალამს მომაძებნინებს დამავიწყებს ლამაზ ნახულ სიზმარსა და დავწერს სტროფებს წყურვილს მომაკვლევინებს. ესე იგი მუზის არსებობის გჯერათ. ძალიან. როგორ არა მუზაა ის რაც მე ლექსებს მაწერინებს ლექსი მეძებს დღისით მზისით ხამით თვა შვიდი წყნარი თუნდაც იყოს წვიმა თოვა თუნდაც ბობოქრებდეს ქარი ლექსი დამდევს არ მასვენებს განთიაძეს სისხამ დილით მაშინაც კი როცა მინდა ტკბილად გემრიელად ძილი ლექსი ადე სულ მეძახეს მაძებნინებს ფურცელს კალამს გარიჟრაჟზე ხელაპყრობის ფრინველები მიძღვნის სალამს ჩემს სახლის წინ ნაძვის ხეზე ბეღურები ჟღურტულებენ სახურავზე დედამტრედი და ხუნდები ღუღუნებენ თითქოს ყურში ჩამზახიან ადე ჩქარა წერე ავიჭრები საწოლიდან სწრაფად რითმებს დამაწევენ ლექსი ჩემი სიყვარული ლექსი ჩემი ფიქრთა კონა აბა უარს როგორ ვეტყვი ნახე უცებ დამიყოლა რა ვქნა ეხლა მივატოვო კართან ჩემი მეგობარი ჩემი სუნთქვა და სიცოცხლე ოჯახი და ლექსი არის გადავედით პოზიტიურ განწყობაზე ძალიან ისე ლამაზად დაკოხტათ. ქალბატონო დარეჯან, აი, როდესაც მეგობრები იკრიბებით. კითხულობთ თქვენ ლექსებს, ან ყველა თავის ლექსს კითხულობს. რა თემებზე საუბრობთ მეგობრები შეკრებისას? მე და ჩემი მეგობრები, როდესაც ვიკრიბებით და სხვათა შორის ძალიან ხშირად ხდება ეს, ალბათ კვირა არ გავა ისე. ნუ სადმე ან ჩემს მარკში, ქალბატონ ნათელა პოჩხუასთან, ან ლუის პარნაში, ან ღირსების დარბაზში, ან ხანდაზმულთა კულტურის ცენტრში. სადაც არ უნდა ვიყოთ, ბევრჯერ ბიბლიოთეკებში ხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ის უდიდეს სიხარულია პირველ რიგში. და შემდეგ ჩვენი ერთმანეთში საუბარი. ჩვენ ნამდვილად დავიტრაბახებ, რომ ჭორაობისთვის არასოდეს არ გვცალია. არასოდეს ჩვენი საქმით ვართ დაკავებულები და მე მადლობა მინდა უთხრა ჩემს მეგობრებს, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამითავისეს, მიმიღეს, შემიყვარეს და მეც ყველანი მიყვარს ძალიან. ქალბატონო დარეჯან, უმრავლესობა თქვენს ირგვლივ იცნობთ როგორც დარია ოკრიბელს. საიდან წამოვიდა ეს ფსევდონიმი? მე გახლავთ ოკრიბელი. ტყიბული, საერთოდ ოკრიბის ზონა. სადაც დავიბადე და გავიზარდე. ტყიბულის რაიონის სოფელ გურნაში. იქ დავამთავრე სკოლა. ბავშვობაში რასაკვირველია, ყველა მეძახდა სახლში მოფერებით სახელს დარია დარიკო. ძალიან მომწონდა და ვსაყვედურებდი კიდეც შემშობლებს, რომ რათ მინდოდა დარეჯანი არ მიყვარს ეს სახე. რახან იმ დღეს მოვესწარი, რომ ჩემი ირმა ქურასპედიანის და ნათელა პოჩხუას დავეკითხე და მაგათმა მომიწონეს ეს აზრი, რომ მე მინდა ავიღო ფსევდონიმად დარია ჩემი ბავშვობის სახელი და ოკრიბელი როგორც ვარ ოკრიბელი. მე ვამაყო. ჩემი ოკრიბით, ჩემი კუთხით და მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების, რომ მივიღე ეს ფსევდონიმი და მიხარია ძალიან. მე ის მიხარია, რომ აი ესე თქვენს ყოველდღიურობაში არიან ჩართული მეგობრები. რა თქმა უნდა. ქონია მე შემთხვევა, როდესაც მე ჯუმბელ ეჟავარის სახელობის აკადემიის წევრი გავხდი, მე უნდა გადამიგზავნა იქ ნაშრომები, რომლებიც აკერატინათში არის დამეშტილი ძალიან ბევრი და მიბეჭდეს ძალიან ბევრი. მე ნათელას ვთხოვე, რომ ჩემს მეგობარს დამხმარებოდა გადაევლო თვალი, იმიტომ რომ მე ფილოლოგი არა ვარ, მე ეკონომისტი ვარ. და ფილოლოგიის თვალი, ფილოლოგიის აზრი მაინც სულ სხვა არის. ბატონ თემური ძიზიგურზე ვისაუბრეთ ჩვენ. თემური ძიზიგური არაჩვეულებრივი ადამიანი. დავწერე მაგაზე ნამდვილი ამბავი, ერთი ვარდი, რომელიც ქალბატონმა ნათელამ გამისწორა, შემდეგ ჩიმშელიშვილი თავისებურად გადაავლო თვალი და დამიბეჭდეს თავისივე ლექსით. ნუ დახმარებას ვიღებ მეგობრებისგან.
ძალიან ანუ მიხარია. მეგობრებს შეუძლიათ რომ ნაწერი დაარედაქტირონ და როგორ არის? კარგია როცა გაქვთ მეგობრებს ასეთი ურთიერთობა. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო რომ რაც თქვენ გაგიცანით, გაკვირდებით, თქვენ შორის არ არის შურის მომენტი. არასოდეს. არასოდეს. ჩვენ შორის არის ძალიან დიდი სიყვარული. პირველ პლანზე რა თქმა უნდა დგას ოჯახი და შემდეგ დიდი მეგობარი. ხარ მეგობარი, ეს არის უდიდესი ბედნიერება. ერთი რა უნდა გკითხოთ. ქალბატონმა ვენერა სვანიძემ აამღერა თქვენი ლექსი. დიახ. რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა მოისმინეთ? ქალბატონმა ვენერამ ძალიან დიდი პატივი დამდო და ამიმღერა ჩემი საყვარელი ლექსი. ქუთაისზე, რომელსაც ასრულებს ქალბატონი ირმა გურასბედიანი გიტარის თანხლებით. იცით, სიხარულით წნევა რომ ამივარდა, 3 დღე წნევით დავდიოდ. აი დაურეკი კიდევაც და უთხარი. უთხარი ვენერას. უთხარი ხოლმე რომ ცუდად ვარ, მე უთხარი. ხო? შემდეგ რომ მოისმინე. გიტირე სიხარულით. თაისობს სიბერელას დააკლებს თაისი მშვენება ხმას მათებს არაკლებს თაისი თვისავდობს ბაგრატით და დიოდით თანამაღობს აკაკი და დიდი გალაქტიოდით თანამაღობს აკაკი და დიდი გალაქტიოდით თაისო სუკაშკაშებს სულწინა და მარადზისო თაისო სიყვარულის კალათი ხარ ჩემო ერთავ კეკუცა და დარბაისო სიყვარულის კალათი ხარ ჩემო ერთავ კეკუცა და დარბაისო ჩემი თაისი უამრავ წესისთვის Zoashi chabulya titkhvis etkhvis kenatsvame magrar gitavshi gaejivren tsu amrit simarushi gaejivren tsu amrit simarushi ეხლა კიდევ მეორე ბაგრატის ტაძარი, რა თქმა უნდა ახლა ეს დიდია და ამდენს ხო ვერ ამღერებდა. და ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემი ოჯახის წევრებისთვის, ჩემი საახლობლოსთვის და მე მადლობის მეტი რამე თქმის ქალბატონ ვენერას მინდა უღრმესი მადლობა უთხრა. როგორც კომპოზიტორს არა, როგორც ჩემ დიდ უფროს საუკეთესო მეგობრს. დიდო დაძარო ცადაწვილა გუმბათი შენი დიდომების დროს დაანგრეულო დაქვადქცეულო რამდენი შვილი შეიფარე შენს გაშლილ მხრებ ქვეშ ომი არასდროს წაგიგია არ დაცემულო რამდენი შვილი შეიფარე შენს გაშლილ მხრებ ქვეშ ომი არასდროს წაგიგია არ დაცემულო დიდო ბაგრატო შენს გარშემო რაც სამარხია ქართველი გმირი ვაჟკაცების არის სავანე ხმით რომ გიცავდნენ ის ბიჭები გულზე დაგეცნენ გულში ჩაიგარ სული უფალს გადააბარე ხმით რომ გიცავდნენ ის ბიჭები გულზე დაგეცნენ გულში ჩაიგარ სული უფალს გადააბარე მე ფურად დგახარ
გემს გჩუქნის ლაღი მაისი უფალო ღმერთო ღვთის მშობელო თქვენ გევედრებით რომ დამილოცოთ ჩემიერი და ქუთაისი რომ დამილოცოთ ჩემიერი და ქუთაისი უფალო ღმერთო ღვთის მშობელო თქვენ გევედრებით რომ დამილოცოთ ჩემიერი და ქუთაისი ზის თეატრმა ნათია ჯიმშელიშვილის ხელმძღვანელობით მოაწყო საახალწლო ღონისძიება პოეზიის ნაძვის ხე, სადაც უნდა დაეხასიათებიათ ის ადამიანი, ვისის სახელით შეხვდებოდათ. ქალბატონ ნათელა ფუჩხუას დარეჯან გელაძე, დარია უკრიბელი შეხვდა. ერთად მოვისმინოთ, როგორ დაახასიათა მეგობარი. დარეჯან გელაძე ერთგული, ყურადღებიანი და მეტად დადებითი აურის მატარებელი პიროვნება. ძალიან დედაშვილური, უშურველი, კეთილი, სანდო, ერთგული, საინტერესო თემატიკის ლექსების ავტორი, გულისხმიერი ადამიანი. რჩეულთა შორის რჩეულია თავისი ნიჭიერებით, ქველმოქმედებით, სიკეთით და სიყვარულით, რომელსაც უანგაროდ არიგებს. დედამიწაზე მოსიარულე სიკეთეა. არისტოკრატიული გარეგნობით და ამაღლებული სულიერი ღირებულებებით. კეთილი შემოქმედი არის. ქალბატონი, რომლის გარეგნობას რკინის ლედს მაგონებს. იდეალური შეფასება. და ყურადღებიანი და პატივსაცემი პიროვნება. აი ასე დავახასიათებ და ამაში არც ერთი რაღაცის მოგონილი სიტყვა არ არის. ეს არის შეფასება იმისასაც მე ზოგადად ვაპრობ დარეჯანზე და აქ არის თავმოყრა უბრალოდ. ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზი სიტყვებია და მე მგონია ნამდვილად სწორი შეფასება. დარეჯანს ესე იგი ისეთ მიწნით რაღაც ესეთი არისტოკრატიული შეხედულება აქვს. ამას ვერ არა, რას ლაპარაკობ და რაღაცნაირად ისი განეწყობი რაღაც თაყვანისცე განეწყობი და ეს არის მარტო გარეგნულობად. თუ კი ამას ახლოს დაუდგები, ეს მე მიხვდები რომ ამაში ის არის რაც გარეგნობაში უდევს მას, რომ თაყვანისცე. ქალბატონმა ნათელა ჩანგსელიანმა გითხრა, რომ როდესაც დარია უკრიბელის მეგობრები შეიკრიბებიან, ხშირად საუბრობენ საქართველოზე, სამშობლოზე. სამშობლოს ტკივილმა და ქართველი ხალხის სიყვარულმა არაერთი ლექსი დააწერია დარია უკრიბელს. ერთ-ერთი მათგანი კი წაგვიკითხა. საზღვარს იქეთ დაკარგულო ქართველებო. საზღვარს აქეთ გლოვებენ და კტირიან. შთამომავალს ერთი შეხედვით იცნობენ, ლამაზია, ის ქართველის შვილია. დედას მკერდზე მოაგლიჯეს ჩვილი ბავშვი, ბევრი დედა აწამეს და ჩაქოლეს, ყრმა ქართველი სტამბულს ძვირად გაიყიდა გოგობიჭებს ეძახოდნენ საქონელს. შვილდაკარგული ცოდოდედები სნეულდებოდნენ, დარდით კვდებოდნენ, სიმწრით გაზრდილი მათი შვილები სტამბულს ოქროზე იყიდებოდნენ. ოხ ქართველო, არც ხონდები ვითომ კაცო, საძაგელო ტანთ ქართული ჩოხა გეცვა, გამყიდველო, შენამ ჩოხას რომ არ წყვენდი ღმერთო ჩემო ტანზე რად არ შემოგეცვა. საზიზღრობებს ქართველები ჩადიოდნენ, ვერ არჩევდნენ ფულით ერს და მოყარეს, მარტო ქალვაშს კი არა უბედურებდნენ, საქართველოს გულის გული მოპარეს. ღვთისმშობლის მიერ წილხვედრო მიწავ, გაგლეჯილო და გამოგლეჯილო, ჩვენო მთებო და ჩვენო ველებო, ჩვენო ყანებო, ჩვენო ჯეჯილო, მიწავ ტანჯულო, ზვარაკთ სამარხო, ქართველი დედის დავაშკაცების, მიწავ ედემო და საფიცარო, გადაკარგულო სამოთხის წყარო, მიწავ თამარის ტაძრის ალაგო, დღეს რომ თივების არის საწყობი, მიწავ თამარის ხიდის აკვანო, ჩვენთვის ნანატრო და სათაყვანო. შევთხოვ ღვთისმშობელს, იესო ქრისტეს, გახდე ოდესმე თავისუფალი, მივტირით რუქის მოგლეჯილ ნაწილს, ჩვენა ვართ შენი ჭირისუფალი. მიწავ ქართველთა სისხლით მორწყულო, პატარა გოჩას, ხვიჩას სამარხო, ქართველ მამლუქთა დიდი არმია,
უფალს ხო სიზმრად მაინც მანახავს. შალვა კამლაძის ერთი ლექსი კალიგრაფში პროექტის ფარგლებში შეირჩა დარია ოკრიბელის პატრიოტული ლექსი და დაიწერა მარო მაყაშვილის კალიგრაფიით, რომელიც ნოემბრის თვიდან დარეჯან გელაძის მშობლიურ სკოლაში დაიდებს ბინას. ქალბატონ დარიას მთხოვეთ წაიკითხა მიხეილ ხერგიანისადმი მიძღვნილი ლექსი, რომელმაც საზოგადოებიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. ძალიან დიდი ადამიანის, ძალიან ნიჭიერი ადამიანის, დიდებული ბუნების ადამიანის მე ყველაფერი მაქვს საკითხული მიხეილ ხერგიანზე, რომ ის იყო არაჩვეულებრივი მეგობარი, არაჩვეულებრივი ოჯახით და უსაზღვროდ სიყვარულით სავსე და რაც მასში დადებითი იყო ნაწილობრივ მის ლექსში მაქვს და წაგიკითხავთ ახლა. დოლომიტების მწვერვალზე შემართებით მიცოცავდა. მისი ყველა მიხრა მოხრა შევარდენს და არ წიფს გავდა. ციცა მოკლდი სტუმარი და მოტრფიალე იყო მიშა, ერთი თოკით დაკიდებულს მეთვალყური აძლევს ნიშანს. ვაი უცებ მწვერვალიდან მოგრიალებს ეშმას ლოდი, მიშას თოკი გაგლიჯა და ის ფრიალით ქვემოთ მოდის, ბრგე ვაშკაცი დიდ უფსკრულში გადაეშვა, შორს მიფრინავს არწივივით ბრთებ გაშლილი, დოლომიტების მწვერვალებს შეეწირა საქართველოს ერთი საამაყოშვილი. ალბათ წყალი მესტიიდან მოჩხრიალე, ხერგიანზე დაღვრილ ცრემლებს მოგვაგონებს, იმ მთებიდან სადაც მიშა გაიზარდა, ტლად ნაქცევი ქვებს და ლოდებს მოაგორებს, იტალიის ყველა მთები დაუპყრია, ფეხქვეშ ექცა მწვერვალების მადლი ეშხი, იქ წარმოსთქვა საქართველოს სადღეგრძელო, ჭიქის ნაცვლად ღვინო შესვა თურმე პეშვით. ხერგიანი, 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 ქუხდა ამინდმაც კი დაიტირა, ჩვენი მიშა ეს საამაყო ქართველი, დღეს დამარად ყველა ქართველს მწარედ სტკივა. ოხ თეთნულდო შენმა გამოზრდილმა შვილმა, კავკასიონს არწივად გადაუფრინა, იტალიის მთებმა სვანეთს ეკომისცა და უფსკრულში სრუფარდაკი დაუფინა. თის რაინდი, თის ლეგენდა, ეს მისი სახელებია, ჩხუმლიანი და მინანი ყრმაბიჭობაში რქმევია. ამ ნიჭიერ ქართველ ვაჟსკაცს დიდი მომავალი ჰქონდა, მას ინგლისის დედოფალმა სალიკილდის ვეფხვი უწოდა. ძალიან კარგი ლექსია ნამდვილად. ქალბატონო დარეჯან, გითხარით თქვენს სამუშაო გარემოზე. რა არის აქ თქვენთვის განსაკუთრებული? ჩემი ძალიან ბევრი მეგობრის პინჩამოთვლის ამგენს, რომლებმაც მომიძღვნეს ლექსები, რომლებსაც მე მიუძღვენი ხოლმე ლექსები, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. არის შემთხვევები, როდესაც უზომოდ გახარებული ხარ ადამიანი და გაქვს სურვილი, რომ დაწერო ლექსი და ზოგჯერ ისეთი ტკივილი გაქვს, რომ ლექსი კი არა თავი და არ იწყდება ხოლმე. ასე რომ მიყვარს ჩემი კუთხე, ჩემი კალამი. ეს არის ერთ-ერთი პოეტის ნაჩუქარი, რომელსაც ლექსი მიუძღვენი და მისი კალმით მაქვს შენახული. და სხვათა შორის ვეფერები არ ხმარობ, იმიტომ რომ არ მინდა დაილიოს. როგორი ბავშვი იყო დარეჯან გელაძე? ძალიან ცელკი, მოუსვენარი, ძალიან მშრომელი, ყოველთვის ვეხმარებოდი დედას, მშობლებს, ვკვრებდი ძალიან ბევრ ჩაის, კითხულობდი ბევრს კლასგარეშე ლიტერატურას. კარგია ბავშვობა, კარგი ბავშვობა, კარგი. ბავშვობის წლები ყოველთვის ტკბილად მომაგონდება. იქონია თუ არა სკოლამ თქვენს შემოქმედებაზე გავლენა, თქვენის მსოფლმხედველობაზე? ჩემს მსოფლმხედველობაზე, საერთოდ ჩემ შემოქმედებაზე დიდი როლი იქონია პირველ რიგში ჩემმა ოჯახმა. ძალიან განათლებული მამა მყავდა, უაღრესად განათლებული პიროვნება, რომელიც სულ ჩაფჩიჩინებდა ჩვენ სამნი ვიყავით. სწავლა, მართალია 5-ასანი არ ვიყავი მე, მაგრამ ჩემი და-ძმა კი ძალიან კარგები იყვნენ. არ მიყვარდა რუსული ენა.
და ვიტყვი იმასაც აზგანსვენებული ჩემი ნაზი გაბრიჩიძე ძვირფასი პედაგოგი მეტყოდა ხოლმე დარეჯან მე ესე გამიგონია შვილო მოსწავლეს რომელსაც არ უყვარს პედაგოგი არ უყვარს საგანი ეს ტყუილია ეს ასე არ იყო საერთოდ არ მეყვარდა რუსული მიუხედავად იმისა მამა სულ ჩამჩიშინებდა ძალიან კარგად იცოდა მამამ რუსული ისწავლე თორემ გაგახსენდები და მართლაც ჩემი ცხოვრების წლები 54 წელია უკვე რაც სკოლა დავამთავრე 53 ბევრჯერ გამახსენდა მამის სიტყვა რომელი ზღაპრის ან მოთხრობის გმირი გინდოდათ რო ყოფილიყავით რომელი იყო თქვენთვის მისაბაძი გმირი მე შემიძლია ვთქვათ ამამად რომ ვარ ძალიან ისეთი ხასიათის ცხოვრებაში არასოდეს არავის არ დავამცირებ და არ ცუდს არ გავუკეთებ არაფერს ღმერთმა დამიფაროს მე და ყველა დედა იმ ბედისგან რაც ოთარან თქვრივს დაემართა მაგრამ ჩემი თავი ბევრჯერ იმიმსგავსებია მისთვის ყოველთვის ვიყავი და ვარ სამართლიანი არავის არასოდეს არაფერს არ დავუფუჭებ და არ დავამახსოვრებ ისეც რომ ცუდად მომიხსენიოს არც არავის არასოდეს დავჩაგრა არც არავის არასოდეს თავს დავაჩაგრე ვინმეს ყოველთვის ვიქნები გამცემი სანამ სული მედგმება გაჭირვებულის დამხმარე და ჩემი ცხოვრების გზა იქნება ასე რომ იყო ღირსეული ადამიანი აქვე ჩაგეკითხებით რას ნიშნავს თქვენთვის დედობა დედობა ჩემთვის და საერთოდ ყველა დედისთვის განუზომელია ამაზე საუბარი დედობა რომ ტკბილი და კარგი და ფასდაუდებელია დედობა არ ყოფილიყო ოთხშვილს არ ვაჩუქებდი ჩემს ერს და მე ამაყი ვარ რომ ვარ ნამდვილად კარგი შვილების დედა და ბედნიერი დედა ვარ მეთმა დიდხანს და ბედნიერად გამყოფოთ შვილებთან ერთად გაიხარე ჩემო ძვირფასო ბედნიერია დედა როცა მას შვილები უგებს გვერდით უდგანან და ყოველნაირ გასაჭირში ყოველნაირ სიხარულში არ მიატოვებენ დედას და დედა არასოდეს შვილებს იმათ ალბათონო დარიჯან, რამდენად ხშირად სეირნობთ ამ სკვერში და იქონია თუ არა ქუთაისმა თქვენს შემოქმედებაზე გავლენა. ძალიან დასაკვირველია. ბაღში სასეირნოთ დიდხანს გამოგიტყდებით რომ არ მცალია ნამდვილად. დიდი ოჯახი მაქვს. ამიტომ იშვიათად თუ შემოვდივარ, მაგრამ მინდა მადლობა უთხრა ჩვენ ხელისუფლებას ამ სკვერის გაკეთებისთვის ეს წელიწადი არ არის ჯერ რას გაკეთდა და ძალიან გახარებული არიან ბავშვები მოზარდებით ჩამოდიან ისვენებენ ხოლმე მე იშვიათად მაქვს ბედნიერება რომ არ ჩამოვიდე და გავჭრე მიხარია ძალიან რომ ხედავ და ასეთ სურათებს იღებენ ხოლმე ამის წინ უცხოელები იყვნენ ისი გამეხარდა ვიდეო კოლაჟი გააკეთეს რომ დაიწყეს აქედან სულ ბოლომდე გადაიღეს 1000-ნაირი ფოტოები და ბავშვებს როგორ შესხამდნენ ხოლმე ამ სკამებზე და კარგია სასიხარულო. აი ქუთაისში ხშირად იმართება ხოლმე სხვადასხვა სალონური საღამოები, თევურძიძიგური სახელობის სალონური საღამოები, პოეტური შეკრებები არის ხშირად პოეტის სახლ მარგიში, აქეთ მზის თეატრია.
აი ამ ყველაფერმა იქონია თუ არა გავლენა თქვენს შემოქმედებაზე, აი ამ პოეტების თავშეკრა. რა თქმა უნდა, ჩვენმა შეხვედრებმა, ჩვენმა კარგმა ურთიერთობამ ერთმანეთში მე ძალიან ბევრი ლექსი დამაწერინა. აი მაგალითად მე მეგობრებზე მაქვს ლექსი, აი ჩემი მეგობრების სიყვარული გამაქვს ხოლმე შექმნილი ეს ლექსები. დაწერილი მაქვს არაჩვეულებრივი ლექსი. 3 ლექსი მარგისთვის მაქვს მიძღვნილი. იქ ლუიზა ბეჭვაიას კიდევ ხელოვანთა სახლის პარნასში. ეს ყველაფერი ამათი სიყვარულით, ამათთან ურთიერთობით და ჩვენი თანამოაზრეობით ხდება ხოლმე. ასევე ვარ საზოგადოება ტყეშაველის შემოქმედთა გაერთიანების წევრი, რომელსაც სათავეში უდგას ქალბატონი ირინა ხურციძე, არაჩვეულებრივი ქალბატონი, რედაქტორი და უკვე ვარ მისი 4 წიგნის თანაავტორი. ქალბატონო დარეჯან, რა რჩევას მიცევდით ახალგაზრდებს? ახალგაზრდებს ურჩევდი დავიწყებული, მივიწყებული, დაკარგული წიგნის სიყვარულის აღდგენას. ქალბატონო ნათელა, დამიხასიათეთ 2 სიტყვით ქალბატონი დარეჯანი. ზუსტად 2 სიტყვა უნდა იყოს, ხო? თუ ეს 2 სიტყვით და 10 შეიძლება თქვა. 10 ჯამბევრი. აი რა შეუსაბამებ? ცილი დახასიათება გვინდა. ვრცელი დახასიათება უკვე მოვისმინოთ. კეთილსინდისიერი, სიკეთით სავსე, სიყვარულით სავსე და უნიჭიერესი. იდეალური შეფასება. აბა ქალბატონო ნათელა, ერთგული ენთუზიაზმი, კარგი მეგობარი და კარგი ადამიანი. ეთანხმები. ორამხანაც ეთანხმები. მე რადგან ნაკლებად მოლაპარაკე და მეტი სიმღერა. ამიტომ აი წეღანდელი ლექსი. სიმღერა შემიძლია მომაწოდოს. აი წეღან რამაც მე დამაფიქრა და თქვენც შეამჩნიეთ ქალბატონო ჟურგენა იმაში რომ აი როგორ ამ ლექსმა როგორ ჩაგაფიქრათ თქვენო ნამდვილად რომ აი ჩვენები რო იყიდებოდნენ იქ მაგაზე მაინც უნდა გავუკეთო ქალბატონ დარეჯანს აი ყირდებით ყველას წინაშე უკვე არ არის შვალდებული რომ გავუკეთო ეს აუცილებლად ზოგიერთ შეიძლება ეწყინოს კიდევაც საზღვარგარეთ მაგრამ მე მაინც უნდა გავაკეთო ჩემი და უნდა გავუკეთო სიმღერად უეჭველად რომ მეორედ აღარ განმეორდეს ჩვენთან საქართველოში ეს ამდაღ დაგვიყვარდა დაწყებულია. დიდი მადლობა ყველაფრისთვის იმით რომ კარგი მეგობარი, კარგი ამხანაგე, კარგი დიასახლისი. სულ ყველაფერი სიკეთე მისურვებია ქალბატონ დარეჯანისთვის. ადი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ასეთი გულთბილი დახვედრისთვის და მადლობა კიდევ იმისთვის, რომ მეგობარს ამხელა პატივსცემთ და დღეს დამხვდით ქალბატონ დარეჯანთან. დიდი მადლობა. პირიქით მადლობა. დღეს ჩვენ გაგაცანით ქალბატონი დარეჯან გელაძე.